დილამშვიდობისა, ჩემო კარგებო, როგორ ბრძანდებით? მე კარგად ვარ. აკრეფოლა ის მქონია, პალმა. ჩემო კარგებო. 7 აპრილს იყო მამას დაბადების დღე. ხო და 7 აპრილს რაღაცა არც დედას, არც ჩვენ არ მოგვიხერხდა. ხო და დღეს ვიკრიბებით ოჯახი და რამდენიმე მეგობარი ერთად. ესეთ კარგ დღეს არის მამა დაბადებული 7 აპრილი. მივდივარ ბუბუს გარეშე. რატომო ბუბუს გარეშე მივდივარ, იმიტომ რომ იქ ტვინი არ წაგვიღოს, რჩება დასიკოსთან. თმა შევიღებე, როგორც ხედავთ, მე თვითონ შევიღებე და ყველაზე კარგად, როგორც მე ვფიქრობ, ვიღებავ მე. უკან შეიძლება ბევრი მრჩება, მაგრამ აქ არ ვითითხნი. აი ასე. თმა მაგ დასამოკლებელი. მივხედავ მაგასაც, ახლა მაგას მე თვითონ ვერ ვისა. სახე ჩამოვიბანე, დავიტენიანე, სანამ შემაშრება ახლა. ჩავიცვა. აი რა ჩავიცი. სად არისო? სად არის შენი სიმფსონებიო? აგერ არის ბატონო. ჩვენთან აპირობს თოვს, თოვს აპირებს, ხო ესე მიჩვენებს, ფიფქებით ხატია, არ ვიცი ხა რამდენად ითოვებს. თუმცა დღე +5 და ღამე 0-ს მიჩვენებს. რაღაცეები შეცვლილა. თორე შაბათს მიჩვენებდა -2-ს ღამე და მოსპობდა მთელ აყვავებულ ყველაფერს და ეს იქნება შეიცვალოს და იქნება მარტო მთაში იყოს ასე. მე ძიმო პეტრე ჩახტი ახლა თასმები უნდა შევიკრა. ხო და ჩემო კარგებო, რადგან გვიჩვენებს დამაჩადე ბუბუსა. ბატინკებს ჩავიცმევ, რადგან რაღაც გავდრებას გვიპირებს, ხო სწორია. აი ხეებიც ესე ქანქარებენ, რა ვიცი, ნახოთ. ბატონო, D ვიტამინი მივიღე, ჩემი მეორე წამალი დამტენი, ეს ფორმები და ესეც პასკის ცომი, ჩემო კარგებო. დედასთან უნდა გამოვაცხო პასკა, იმიტომ რომ აქ გუშინაც ვცადე და მაინც არ გამოვიდა ისეთი, როგორც საჭიროა. აი ასე, აბატონო. აი ასე. თუმცა ძალიან გემრიელია, მაგრამ ისე არ მიწყობს, როგორც საჭიროა. ხო ხედავთ, რაღაცა ამოუსვლელი და ჩამძიმებულია. ამიტომ დედიკოსთან მამას არ უყვარს კრემიანი საჭმელი. საჭმელი კი არა, კრემიანი ნამცხრები. ხო და ვიფიქრე, რომ თან აღდგომა მოდის, თან წავი რეპეტიცია და რამდენიმე პასკას გამოვაცხობ იქ. ხელები დავიბანე, ფეხსაცმელი რო ჩავიცვი და ახლა ცოტას მივხედავ სახეს, ცოტას. რაღაცა მინდოდა მეთქო. აღარ მახსოვს რა. რაღაცა ყოველთვის რა რჩება ისე მოთქმელი, დღეები მიდიან. ჩემი უსაყვარლესი მომღერალი არის ქალბატონი ნანი ბრეგო. არათერი ტინა ტერნერი და ეს. არა, ტინაც მიყვარს ტერნერი, მაგრამ ჩემი უსაყვარლესი. მე რომ მკითხოს ახლა ასე თქმა ხო ძალიან ძნელია, არა? ძალიან ბევრია კარგი მომღერალი და შენი საყვარელი მომღერალი რომელი? რა? მეგობრობის დღეებში რომ წერდით ხოლმე. მაგრამ მე მაინც პირველი მახსენდება ჩვენი ნანი. უსაყვარლესი. რაღაცა ყოველთვის რჩება ისე მოთქმელი, დროგის ვარიცდის, დღეები მიდიან. სახე არის დატენიანებული. შემდეგი მოქმედება ანტიაკნე ახლა არ გვინდა. წავისვათ დღის კრემი 20-იანი SPF-ი. ესეთი ცუდი ამინდები რომ არის. სულაც არ მინდა სიარული იმაზე. რა ქვია? მას
მასაჟზე. იმიტომ რომ ხანდახან მასაჟზე სიარული მომიწევს ხოლმე ტრანსპორტით. ხო და სულ ფაიტონით მიმაბრძანონ. მაინც იქ ხა გაიხადე დაწექი. თაფლი წაის, მაზი წაისვი. გასაფული რო ატარო არ ცივა. იყო ძალიან სასიამოვნო. შემდეგ ბიბი კრემი. ბიბი კრემი. ჩემი კატა ახტება იმას. კარპს გამომიშვით, აი ჩანს კიდევაც. აი აქ ჩანს კიდევაც. აი რო ჩავახედე, შილაკზე მივდივარ და შილაკის ისინი უნდა წავიღო. მე რო ეს არის როზაციის დასამალი სისიკრე. რომელიც რომ იჯობეს არს წაისვას ადამიანმა სპონჟით. რომ ცოტა ხანი დაგტოვებთ და სპონჟს დავასალებ. რაღაცა შედეგი არის. თუმცა ბევრად უფრო ეფექტურია აი ეს ბიბი თავისი ტონით. ასეც ცოტა დავიტანოთ. და საერთოდაც მომწერეთ, აბა იქნებ ძალიან ბევრ სისულელეს ვაკეთებ. რასეთ ვთქვი? მაგრამ ვინ არის უშეცდომო, არავინ. მათ შორის ჩემი ბუბუ, რომელიც ძალიან კემრიელად მიერთმევს ახლა ჩემ ჩურს. ბიჭო, გაანებე მაგას თავი. სარკეში რო ვიყურები და რაღაცას რო ვისვამ, ამე ვიღაცა რო ვისვამ, სულ მახსენდება ფუფალა. და რამდენი ბოროტი ამ ქვეყანას. აგენეცვალე, ეს არის ესე იგი, ჯერ ხო თქვენ გესაუბრებით. ხო და მეორეც სარკე ხო არა. ხო ეს კამერა კიდე ძალიან ლამაზად არის. აგერ შტატივზე მიმაგრებული. აი ასე ჩემო კარგებო. აი ასე. ზედმეტი არ მომივიდეს. ამას მოყვებოდა ახლა აი ასეთი სავარცხელი. აბა ის ხო არა მასა აქტრისა მარგარიტასა. მე გვაყოფილი ვარ. შემდეგი მოქმედება. ეს სავარცხელი ბევრად უფრო კარგია. აბა, აი ასე. მოქმედება შემდეგი, სპონჟი გავახვიოთ ხელსაყრელში და უნდა გავრეცხოთ. ძალიან მიყვარს ესეთი ფანქარი, რომელიც აი ესე როგორც პომადა ესე ამოდის. აი ამას უგულისხმობ, გიждები ისე მიყვარს. კარგი ფერია, ხო და? რა გინდა? შემდეგი ახლა მე მჭირდება ფუნჯები და მოვაკვირდე. შევიძინე ფუნჯები. იაფასიანი ფუნჯებია. როგორც ჩემმა მეგობარმა მითხრა, ისევე როგორც კბილის შოტკი, ასევე ეს ფუნჯებიც ჯობია ცვალო ხშირად და არ იყოს ძვირიანი, ვიდრე ქონდეს მთელი ცხოვრება და იყოს რაღაცა პიერ კარდენის. რა თქმა უნდა, ესენი გავრეცხე, დავსპირტე, გავაშრე. ახლა აი ესეთი ფუნჯი აიღეო და აი ეს ამისი განტუშვა გააკეთე. აი ასეო, აი ასე წაიღეო იქით. რომ თვალი იყოს უფრო გახელილი და უფრო ფართო.
აბატონო. შემდეგი მოქმედება. მოქმედება შრამადაგი. ლა ლა ლა. ვარდი მასავით რო არ ვიყო ახლა. მართლა გეიშასავით. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს თურმე ყურები, იმიტომ რომ გავიწყდება და გვაქვს მერე ეს ყურები. იმასავით. რა ქვია? თეთრი ჩიბურაშკასავით. ასიკო დამპირდა. ჩემი უსაყვარლესი ისაო რა ქვია, ვიდეოებიო არისო. მაკიაჟის ვიდეოებიო. მე მაგალითად ვუყურებ პედიკიურს. მომწონს ამ პედიკიურის ყურება, მომგალი თუ გინდა. ხო და. ასიკო უყურებს თურმე, ხა პრინციპში ძალიან ახლოს არის მის პროფესიასთან. საქმიანობასთან, მხატვრობასთან, ხო? ხო და. აი ცოტა შევფერვდი მე მგონი. რა მომცა ალერგია რომ ასრიტინებს? აშკარად არასწორად მაქვს ხო გაკეთებული. ავიღოთ ახლა და ეს თეთრს ავიღებ. აჰა. ხო და ერთ დღესაც მოგიცლიო შემთხვევისო. ჩემო საყვარელო და დაგსოვე და გაგიკეთებო მაკიაჟს. გამეხარდა რო იცოდეთ თქვენ. ახლა ჩემი საყვარელი შავი რატომ მიყვარს არ ვიცი. აღარ მახსოვს რა ქვია იმ ფილმს. თამაშობს სოფი ლორენი და მურს ისვამს თვალებზე. სულ მახსენდება ხოლმე. შავი მაზე მახსენდება სულ ისო. სოფი ლორენი ისვამს მურს. ვერ ვისვამნე მითი რა ქვია ფუნჯით. ამ ფუნჯი არ არის შესაბამისი. რაცხა არ მომწონს მე ეს რაცხა. მაქსიმალურად გავამკრთალოთ ახლა ჩვენ ეს. მაქსიმალურად. ეს ხო სარკე არ არის, ვერ ვხედავ. ზიანად რას ვაკეთებ. და ავიღოთ და ერთი ყავისფერი დავიტანოთ, იმიტომ რომ ამიტომ. ჯესეთ რომ იბჭყვიალოს. მეურზეს ერთი, იმიტომ რომ გადაფაროს ეს. აჯებს სანდალი, როცა არ იცის ადამიანმა და სისულელეებს რო აკეთებს. თითით უფრო კარგად გამომდის. ახლა საერთოდაც ესე გავწმინდოთ ჩვენ ეს. აჰა. ეს ფუნჯიც გავრეცხოთ. ახლა ჩვენ საყურები უნდა გავიკეთო. რამდენს ფათი ფუთობს. როდეს მეტყვიან ახლა დროზეო. მეტა. ადეო.
ესეც ალექსის ტუში. მე ძალიან კარგად ხმარობ. არ მიყვარს სისვლის შეგრძნება და ესეთი იყო. რა ვნახე რომ ესეთი იყო, უკვე მეორე ვიყიდე. ბუბუკა როგორ მიყურებს, შეხედეთ, აი შეხედეთ. რა საკეთებს ეს ქალი და ვის ელაპარაკებაო? გულს ვიხარებ თორე. ვის რა თუნდა ჩემი მაკიაჟი ახლა იქ. მე მინდა. მე მესიამოვნება. ამას მოვალ გავრეცხავ აუცილებლად. ახლა სანამ ვთქვამთ. მოთმინება ამოგვეწურაო, მანამდე და სად არის ჩქიმ პომადა, სორეკ ჩქიმ პომადა, არა, მეგრელი არ იტყოდა პომადა, იტყოდა პამადა. ჩქიმ პამადა სორეკ. პამადა თუ გლოზია თუ რაც არის. აჰა. შვენიერ? ვაკუსა როგორ გაიხალისე, ა? რადომღაც ყოველთვის რჩება რაღაც უთქმელი დღეები მიდიან საყურებს მოვიდა. ყველა ბეჭედი აღარ მეტევა. რა მეშველება. აი, ჯერ კიდე 1 წლის წინ თქვენთან ურთიერთობა რა დავიწყე ესე ონლაინ ეკრანიდან. მაშინ ვლაპარაკობდი გახტომაზე, ვარჯიშზე, დიეტაზე და იმის მერე მოვიმატე, კი არ მოვიგე. ბატონო. პომადასთან წავიღებ. საჭმელს რო შევჭა. დედიკო ჰაერღუმელში წავს ქათამს. სოფლისას განა იმას. რა ქვია, ფეიქ ქათამს. მან ვერ დავინახე. აქ ვიზავ. ეს რა ქვია? კამერის ეკრანზე უფრო ღია ჩანს ყველაფერი სარკეში ჩავიხედე. კაი, გეგონება 3 თვე დავისვენა იმაზე რა ქვია, ზღვაზე. აი ესე ვარ ჩამუქებული. მაგრამ არა უშავს. თვითონ დავისვენე ზღვაზე 3 თვე. სუნდამა დავისხათ ნარცისო როდრიგესი. თუ ვინმე მაკოცა. უცხომ რა სტუმარმა. აბატონო. პომადასთან წავიღებ. ახლა დაგემშვიდობებით შემგვარგებო. მამიკოს დაბადების დღის შესახებ რაღაცებს გიჩვენებთ ხვალ. აუცილებლად მომწერეთ ჩემი მაკიაჟის შეცდომები. მე მგონი სპლაშნია აშიფკი. მე მგონი სულ შეცდომა იყო ყველაფერი რაც გავაკეთე, მაგრამ რაღაცნაირად გამაცოცხლა და მიხარია. აბა ჩემ ბატებს თქვენ კი ხომ არ ჩამოუვლია. ყოჩაღად